სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა გამოკითხვა გაგარინის პოლიციაში და ნატა ვიბლიანის უფლებადამცველმა პოლიციის განყოფილება სულ ცოტა ხნის წინ დატოვა, თუმცა დღევანდელი ამ პროცესით არ დასრულებულა ნატა ვიბლიანის გამოკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა ის არ ყოფილა საკმარისი გამოძიებისთვის, რომ სრული ინფორმაცია მიეღო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ხვალაც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ნატა ვიბლიანის გამოკითხვა. დღეს ნატა ვიბლიანის გამომძიებლებს დეტალურად უყვებოდა ამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ დეტალებზე, მაგრამ დღეს სრული ინფორმაცია მან ვერ მიაწოდა გამომდინარე დროიდან და როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, ნატა ვიბლიანმა დღეს გამომძიებლებს დეტალურად აუხსნა მამის გარდაცვალების ეპიზოდი, ბურუსით მოცული სიკვდილის დეტალები და როგორც უფლებადამცველი ამბობს, ნატა ვიბლიანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც აქვს ბევრი კითხვის ნიშნები და არ გამორიცხავს ის იმასაც, რომ შესაძლოა მამამისი სწორედ მიიყვანეს თვით მკვლელობამდე. ახლა საინტერესოა გამოძიება დაინტერესდება თუ არა აღნიშნული საკითხითაც, რაც შეეხება იმ მძიმე დეტალებს, რომელიც სექსუალურ ძალადობას და გაუპატიურებას უკავშირდება, რომლის მსხვერპლიც ახალგაზრდა ქალი 9 წლის ასაკში გახდა. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და კონკრეტულ კითხვებზე პასუხს საგამოძიებო უწყებას ხვალ გასცემს და ისაუბრებს ის იმ დეტალებზე, როდესაც ნატა ვიბლიანი იყო მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი, როგორ აუპატიურებდა მას მისი ახლობელი, ოჯახის ახლობელი ნათლია მისის ძმა და ამის კონკრეტულ სახელებს და გვარებსაც კი დაასახელებს ის ხვალ საგამოძიებო უწყებაში და როგორც უფლებადამცველი ამბობს, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ხვალ გამოკითხვების სერია. ის გაუპატიურების ეპიზოდი, რომლის შესახებაც ნატა ვიბლიანი საჯაროდ უკვე საუბრობს, არ ყოფილა ერთჯერადი ხასიათის, როგორც ის ამბობს, სისტემატურად ხორციელდებოდა მასზე სექსუალური ძალადობა, მათ შორის ასევე სხვა ტიპის ძალადობებიც იყო იარაღით მუქარა და მათ შორის მას აიძულებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ სოფელიც უნდა დაეტოვებია. ეს არის ის საკითხები და ის ეპიზოდები, რაზეც ღიად და მკაფიოდ ისაუბრებს უკვე საგამოძიებო უწყებაში და დეტალურად გამომძიებლებთან ხვალ ნატა ვიბლიანი და ამის შემდგომ საინტერესოა უკვე გამომძიებლები და საგამოძიებო უწყება რა ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ მას შემდეგ რაც კონკრეტული სახელები და გვარები ეცოდინებათ, მათ დაიწყება თუ არა დაკავებების სერია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. პოლონეთის საელჩოს ადმინისტრაციული შენობის დახურვიდან გამომდინარე მოგვიწია, რომ დღევანდელი საგამოძიებო მოქმედება დღეს მდგომარეობით შეგვეჩერებინა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება გაგრძელდება ხვალ, მთელი დღე იქნება გამოყოფილი და არანაირი ხელშემშლელი ფაქტორი აღარ გვექნება და დავასრულებთ მოკლედ ხვალ გამოკითხვას. ნატა ვიბლიანის ისტორია არის ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველი და ბუნებრივია დღეს მხოლოდ და მხოლოდ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ არ მივსულოთ გაუპატიურების მუხლამდე. ჩვენ ჯერ განვიხილავდით და ქალბატონი ნატა ვიბლიანი საუბრობდა მამის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ. ნატა ვიბლიანი საუბრობდა თუ როგორ უცნაურ გარემოში არის მამა გარდაცვლილი, ასევე რა თქმა უნდა არც იმას არ გამორიცხავს, რომ მამა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე. ნატა ვიბლიანი ხვალ საგამოძიებო მოქმედებისას დეტალურად ისაუბრებს 9 წლის ასაკში მის მიმართ როგორ ახორციელებდნენ საზარელ დანაშაულს, კერძოდ როგორ აუპატიურებდნენ მას, გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდი არსებობს. მას აქვს ინფორმაცია, რომ მის შვილი მოკლეს სამშობიაროში დაბადებისთანავე. დანარჩენი ეს უკვე გამოძიების საკითხია. არავინ არ არის დაკავებული ნატა ვიბლიანის საქმეზე. თუმცა გამოკითხული არის საკმაოდ ბევრი ადამიანი. ნატა ვიბლიანი უკვე ადასტურებს და ასახელებს ყველა იმ პირის სახელებს და გვარებს, ვინც ამ სექსუალურ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ვინც აუპატიურებდა მას და იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინც ფლობდა ინფორმაციას, თუმცა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენია და ეს არის ის პირები, ვის დასჯასაც და დაკავებასაც როგორც ნატა ვიბლიანი, ასევე მისი უფლებადამცველი მოითხოვს და უკვე ამის შემდგომ უნდა გავიგოთ, რა ქმედითი ნაბიჯები ექნება საგამოძიებო
უწყებას, რადგან ამ დროის მონაცემებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჯერ დაკავებების სერია არ დაწყებულა, თუმცა ამ ვიცით ის, რომ სწორედ ის პირები, ვინც დაასახელა ნატა ვიბლიანმა, უკვე გამოკითხული არიან და ამის შემდგომ უნდა ვიხილოთ უკვე ქმედითი ნაბიჯები, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საგამოძიებო უწყება და დაიწყებს თუ არა დაკავებებს იმ პირებისა, ვინც სექსუალურად ძალადობდა ნატა ვიბლიანზე, ან ვისაც ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.